მოგესალმებით დილა მშვიდობის. დღეს არის სამშაბათი და ჩვენი ტრადიციული რუბრიკა, რომელსაც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა. სწორედ ამ რუბრიკის დრო გვაქვს ძალიან საინტერესო და საჭირო თემაზე უნდა ვისაუბროთ, რაც გარანტიებს ეხება, რაც გულისხმობს ზოგადად და რა არის კანონისმიერი გარანტია, როგორი არის მიდგომები და რისი მოთხოვნის უფლება აქვს მომხმარებელს პროდუქციის შეძენისას. სწორედ ამ თემებში უფრო ვცლად გაგვარკვევს და გაგვესაუბრება ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარი, რომელიც უკვე სტუდიაში გახლავთ, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ლანა გელაშვილი. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. მოკლედ გარანტიების თემა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხიც, როდესაც ნივთს და პროდუქციას ვყიდულობთ. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა პერიოდზე და ზოგადად რაზე ვრცელდება ეს გარანტია, ხომ? მომხმარებელთა უფლებების შესახებ, როდესაც მიდიოდა განხილვები, თქვათ, რისი უფლება უნდა ჰქონდეს მომხმარებელს, ეს გარანტიების თემა და მაგალითად ტექნიკასთან მიმართებით გარანტიების თემა ყოველთვის ძალიან ისეთი მტკივნეული საკითხია ხოლმე. ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, როდესაც ვყიდულობთ პროდუქციას, მიღმა იმისა, რომ იმ წუთას შეიძლება ძალიან გახარებული ვიყოთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის შესაძლო შემთხვევები, რაც მოყვება პერიოდულად ხანდახან, თქვათ, ნივთის დაზიანებას ან სხვა შემთხვევას. მოდით თავდაპირველად დავიწყოთ ზოგადად რა არის ეს კანონისმიერი გარანტია და რა სტანდარტია დადგენილი უკვე სააგენტოს მხრიდან ნივთის შეკეთებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ ეთერის დათმობისთვის. თავდაპირველად გავაჟღერებ იმ ინფორმაციას, რომ კანონისმიერი გარანტია ვრცელდება აბსოლუტურად ყველაფერზე, ყველა საქონელსა და ყველა მომსახურებაზე. გარანტია ვრცელდება 2 წლის განმავლობაში ნივთის შეძენიდან და ეს ეხება აუცილებლად თავდაპირველ ნაკლს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნივთს უკვე მისი გადაცემის მომენტიდან აღენიშნებოდა რაიმე სახის ნაკლი, ეს შეიძლება იყოს ვიზუალური ან თუნდაც ფარული ნაკლი, როდესაც გადაეცემა მომხმარებელს კონკრეტული ნივთი ტექნიკა იქნება ტანსაცმელი თუ რომელიმე სხვა საქონელი, შესაძლოა შეხედოს, ვერ დაინახოს, რომ ვიზუალური ნაკლი გააჩნია ამ ნივთს, თუმცა მოხმარების დროს გამოვიდეს მდგომარეობიდან, გამოვიდეს წყობრიდან და შემდგომ, როდესაც ჩატარდება ექსპერტიზა ან დადგინდება, აღმოჩნდეს, რომ ეს ნაკლი იყო თავდაპირველი, ანუ გადაცემის მომენტში უკვე არსებობდა. ქარხნული, ანუ ეგრეთ წოდებული, ხო? თუ არის ქარხნული წუნი, ესეთი ტერმინი არის დამკვიდრებული მოვაჭრეებში და მომხმარებლებში, თუმცა თავდაპირველი ნაკლი არის კანონით გათვალისწინებული, თავდაპირველი ნაკლი მოიცავს ქარხნულ წუნსაც და არაქარხნულსაც. აი რო აგიხსნათ მაგალითის ყიდულობთ ტელევიზორს. ხო, ყიდულობთ ტელევიზორს, რომელიმე კონკრეტული მაღაზიიდან და მაღაზიას ხო აქვს ეს ტელევიზორი შემოტანილი და შესაძლოა უდევს 1 თვის განმავლობაში. კი ბატონო. და ეს ნაკლი საერთოდ არ არის ქარხნული, ანუ მწარმოებელს არ დაუშვია შეცდომა მისი წარმოებისას, თუმცა დების მომენტში გაფუჭდა სიტყვაზე შეიძლება დანესტიან და რაღაცა აი საწყობში დების დროს გაფუჭდა მაგალითად მოვაჭრესან და ესეც არის თავდაპირველი ნაკლი. ანუ როდესაც მომხმარებელს გადაეცემა ნივთი, ამ მომენტში თუ რაიმე სახის ნაკლი იქნება ეს ქარხნული, არაქარხნული, მოვაჭრესთან გამოწეული და ასე შემდგომ, ამაზე ყველაფერს ვრცელდება აუცილებლად კანონისმიერი გარანტია. კანონისმიერი გარანტია არის 2 წლიანი და ასევე ამასთან კავშირში არის სააგენტოსთვის და მოვაჭრესთვის მიმართვის ვადა, ეს ემთხვევა კანონისმიერი გარანტიის ვადას და არის 2 წელი. ანუ ნივთის გადაცემიდან მომხმარებელს შეუძლია რომ მოვაჭრეს პრეტენზიით მიმართოს და თუ კი მოვაჭრე არ დააკმაყოფილა, შემდგომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიმართოს 2 წლის განმავლობაში. ანუ ეს ვრცელდება ონლაინ ვაჭრობაზე? ყველაფერზე აბსოლუტურად ონლაინ შეძენილ საქონელზე, ადგილზე შეძენილ საქონელზე და მომსახურებაზე. არ აქვს მნიშვნელობა რომელი საქონელი იქნება, რომელი მომსახურება იქნება, ყველაფერზე ვრცელდება 2 წლიანი გარანტია. ღირებულებითი ნაწილი როგორ არის? ანუ არ აქვს, ხო ზოგიერთ შემთხვევაში დადგენილია ხოლმე და ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაშიც არ არის არანაირი ბარიერი, ასე ვთქვათ, დადგენილი ყველანაირ ნივთზე 2 ლარიანზეც და 1000 ლარიანზეც ვრცელდება აღნიშნული გარანტია. კი ბატონო, აი სააგენტოს ნაწილზეც რო გადავიდეთ, ხო? ანუ ზომებზე გადავიდეთ, მოკლედ იმ შემთხვევაში, როდესაც მოვაჭრეს მიმართავს მომხმარებელი და არ დააკმაყოფილებს მის პრეტენზიას, რა თქმა უნდა, სააგენტოს მომართავს განცხადებით და უფლებები, რაც აქვს მომხმარებელს, ეს არის, რომ მას შეუძლია მოითხოვოს ნივთის შეკეთება, შეკეთების შემდგომ, გააჩნია
სიტუაციას მოკლედ შეცვლაც შეუძლია მოითხოვოს. პირველი რიგის უფლებები არის შეკეთება და შეცვლა. უკვე მოვაჭრე და მომხმარებელი ურთიერთ კომუნიკაციის საფუძველზე გადაწყვეტენ, რომელი არის უფრო გონივრული შეკეთება იმ შემთხვევაში თუ შეცვლა. ნუ თუ ესე ხდება ხოლმე პრაქტიკაში, რომ თუ კი ნივთი იმდენად დაზიანებულია და იმდენად ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის მდგომარეობიდან გამოსული, რომ მისი შეკეთება აზრს მოკლებულია, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ახლით და იგივე მოდელის ნივთი ჩანაცვლდეს. თუ კი ეს ორი გამორიცხულია და შეუძლებელია, მაგალითად იგივე სახის მოდელი არ არსებობს მაღაზიაში და ასე შემდგომ, არის უკვე მეორე რიგის უფლებები, ეს არის ფასის გონივრული ოდენობით შემცირება, თუ კი მომხმარებელი დათანხმდება, რომ დაიტოვოს ეს ნაკლიანი ნივთი და სამაგიეროდ მოვაჭრემ შეუმციროს კონკრეტული რაოდენობით თანხა, ესეც მისაღებია რა თქმა უნდა და მეორე არის ხელშეკრულებიდან გასვლა. ხელშეკრულებიდან გასვლა გულისხმობს ნაკლიან ნივთს მიუტანს მოვაჭრეს მომხმარებელი და თანხას დაუბრუნებს უკან. ეს არის უფლებები, რაც გააჩნია მომხმარებელს ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში. რაც შეეხება სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტს, სააგენტომ ბევრ მაღაზიასთან დაკავშირებით და ბევრჯერ იმის სჯელა ნაკლიან ნივთებთან დაკავშირებით და დაადგინა შეკეთების ვადა, ხო? ეს დღის წესრიგში დადგა, რომ ანუ რამდენი ხანი შეიძლება იყოს შესაკეთებლად მიტანილი ნივთი, შესაძლებლად მიტანილი და მოახდინოს მოვაჭრემ რეაგირება. ამ შემთხვევაში ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით დადგინდა 30 კალენდარული დღე. ამ ვადაში ყველანაირად უნდა უზრუნველყოს მოვაჭრემ რომ შეუკეთოს ან შეუცვალოს მოკლედ დააკმაყოფილოს მომხმარებელი. ეს ვადა კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთების არსებობის შემთხვევაში შეიძლება 60 დღემდე გაგრძელდეს. ეს პრაქტიკაზე დაყრდნობით იქნა მიღებული ეს სტანდარტი გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ტექნიკა, არსებობს ნივთები, რომელიც არის ოფიციალურად არის წარმოდგენილი საქართველოში და მისი ნაწილი რომ გამოიცვალოს, აუცილებელია რომ მისი ნაწილი გამოწერილი იქნას საზღვარგარეთ და ხო დროსთან არის დაკავშირებული და ამიტომ ესეც რო არ შევაფერხოთ ეს ასე ვთქვათ მომსახურება, ამიტომაც რა თქმა უნდა დასაბუთება უნდა არსებობდეს ყველა ვარიანტში მოვაჭრესგან, რომ ეს არის საჭირო და ამ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს. და ერთ სტანდარტსაც შევეხები, რომელიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, მოვაჭრისთვისაც და მომხმარებლისთვისაც. აქ სანამ სტანდარტზე გადავალ, მანამდე შევეხები მტკიცების ტვირთის თემას, ნაკლიან ნივთის შემთხვევას ეხება ესეც. პირველი 6 თვის განმავლობაში არის მოვაჭრეზე მტკიცების ტვირთი, რომ უნაკლო ნივთი გადასცა მომხმარებელს და შემდგომ წელიწადნახევრის განმავლობაში არის უკვე მომხმარებელზე მტკიცების ტვირთი, რომ ნამდვილად თავდაპირველი იყო ეს ნაკლი და მოვაჭრის ასე ვთქვათ, მოვაჭრესგან გადმოყვა. და მტკიცების ტვირთს ეხება შემდგომი სტანდარტი, რომელიც სააგენტომ დაადგინა, რომ აი მოვაჭრეებს ურჩევს, ასე ვთქვათ, რომ მიღება ჩაბარების აქტის ინსტიტუტი დანერგონ და როდესაც ნივთს გადასცემენ მომხმარებელს, იქნება ეს ადგილზე შეძენილი ნივთი თუ ონლაინ მაგალითად კურიერს გაატანენ, არ აქვს მნიშვნელობა, გაფორმდეს მიღება ჩაბარების აქტი, სადაც იქნება მითითება, რომ ნივთი ვიზუალურად უნაკლოდ ჩაიბარა მომხმარებელმა და მომხმარებელიც აუცილებელია რომ გაეცნოს ამიღება ჩაბარების აქტს და სანამ მოაწერს ხელს შეამოწმოს ადგილზე ეს ნივთი მართლა არის თუ არა ვიზუალურად უნაკლოდ, თუმცა და მოაწეროს ხელი. მაგრამ აქვე აღნიშნავ იმას, რომ მიღება ჩაბარებაზე რომ მოაწერს ხელს და დაეთანხმება იმას, რომ ვიზუალურად უნაკლო არის, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ფარული ნაკლი შეიძლება ჰქონდეს ამ ნივთს და შემდგომ ამაზე მიმართოს უკვე პრეტენზიით მოვაჭრეს. კი ბატონო, აი ინფორმაციის მიწოდების თემა გარკვეულწილად ეს კონტექსტიც, მაგრამ კიდევ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოვაჭრემ, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური ვაჭრობის დროს მომხმარებელს და ამას გარდა ასევე საინტერესოა რა შემთხვევაში ხდება უპირობოდ დაბრუნება ნივთის. აი რა სიტუაცია განსაზღვროს, რომ აუცილებლად ბრუნდება ეს ნივთი. კი ბატონო, ინფორმაციის მიწოდების სტანდარტიზაციაც სააგენტომ არაერთხელ იმსჯელა და კანონითაც დეტალურად არის გაწერილი. აქ აღნიშნავ იმას, რომ კანონით არის გამიჯნული ერთმანეთისგან ადგილზე ვაჭრობის დროს ინფორმაციის მიწოდების წესი და ონლაინ ვაჭრობის დროს ინფორმაციის მიწოდების წესი. ადგილზე ვაჭრობის დროს რა ინფორმაციაც უნდა იყოს მიწოდებული მომხმარებლისთვის, იგივე და პლუს დამატებით სხვა დეტალური ინფორმაცია უნდა იყოს მომხმარებლისთვის მიწოდებული ონლაინ ვაჭრობის დროს, გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციურად ვაჭრობის დროს მომხმარებელი არის უფრო მეტად დაუცველი და მოწყვლადი და უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდება.
სჭირდება. ასე მაგალითად ორივე შემთხვევაში უნდა იყოს მიწოდებული მოვაჭრის შესახებ ინფორმაცია, ეს იქნება სახელი, საიდენტიფიკაციო მონაცემი, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი, აღნიშნავ იმას, რომ ფიზიკური პირები აპროტესტებენ ხოლმე პირადი ნომრის გადაცემას, მაგრამ როდესაც ახორციელებენ სავაჭრო და სამეწარმეო საქმიანობას, ისინი ვალდებული არიან, უნდა გათავისებული იქნას ეს, რომ ვალდებული არიან პირადი მონაცემები მიაწოდონ მომხმარებელს, იმიტომ რომ შემდგომ დღის წესრიგში, როდესაც დადგება საკითხი, რომ მომხმარებელს მოუნდება თავისი უფლებები დაიცვას, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მიმართოს კონკრეტულ მოვაჭრეს, იმიტომ რომ ონლაინ შენაძენების დროს ხშირად არის, რომ სააგენტოსაც კი უჭირს მოვაჭრეს და რომ ვაჭრობენ Facebook გვერდით, Instagram გვერდით და ასე შემდგომ და უბრალოდ გვერდი არის და როდესაც მომხმარებელს მოუნდება, რომ დაეკონტაქტოს და რაიმე სახის პრეტენზია განუცხადოს, არც ტელეფონის ნომერი აქვს, არც სახელი იცის, ვინ მიყიდა რეალურად, პირადი ნომერი არ იცის, ანუ არანაირი ინფორმაცია არ იცის. ამიტომაც მოვაჭრეები ვალდებული არიან, რომ ეს ინფორმაცია მიუდითონ, რა თქმა უნდა, თუმცა მომხმარებლებიც უნდა გაფრთხილდნენ და შენაძენის გაკეთებამდე აუცილებლად უნდა მოითხოვონ მოვაჭრესგან აღნიშნული ინფორმაცია. ნუ რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მიაწოდონ პრეტენზიის განხილვის ვადების შესახებ ინფორმაცია მოვაჭრეებმა, ფასის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, ასევე პროდუქციის არსებითი მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, არსებითი მახასიათებლები, ნუ როგორც ასეთი კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქონელს და მომსახურებას გააჩნია, ნუ თვითონ მოვაჭრემ უნდა განსაზღვროს რა იქნება ეს საქონლის არსებითი მახასიათებელი და 14 დღიანი პირობა დაბრუნების ვადაზეც რომ გადავიდეთ, მეორე კითხვა იყო თქვენი აღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ ონლაინ შენაძენების შემთხვევაში ნივთის გადაცემიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შეუძლია რომ მომხმარებელს უკან დააბრუნოს უპირობოდ აღნიშნული ნივთი უკან დაბრუნების ხარჯი არის მომხმარებელზე რა თქმა უნდა ხოსტით გააგზავნოს თვითონ მიიტანს ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს და აღნიშნული წესი ემსახურება იმას რომ მომხმარებელს არ შეუძლია მიიღოს ინფორმირებული და სწორი ანუ ადეკვატური გადაწყვეტილება ონლაინ შენაძენების დროს, იმიტომ რომ შეიძლება ფოტოში მაგალითად სხვაგვარად ჩანდეს კონკრეტული ნივთი, ან მერე სახლში, როდესაც მიიტანს ნივთი, მაგალითად სახლის ნივთი, ტანსაცმელი და ასე შემდგომ შეიძლება ვეღარ მოირგოს, ან თუნდაც ინტერიერს არ მოუხდეს, არ აქვს მნიშვნელობა, უპირობო დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ არანაირი პირობა არ არსებობს, რის გამოც ვერ დააბრუნებს, ანუ შეიძლება უბრალოდ გადაიფიქროს და აღარ უნდა ნივთის შეძენა და ანუ მომხმარებლის დაცვას ემსახურება აღნიშნული პირობა. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ონლაინ ვაჭრობა ძალიან პოპულარულია დღეს. მოდით ახლა სწორედ მივიდეთ სააგენტოს ჩართულობამდე, ვთქვათ, ეს ინფორმაცია რაც გვაქვს კანონის დონეზე, რაც არის განსაზღვრული, ვიცით, თუმცა მაინც მოკლედ ეს კონკრეტული ობიექტი არ აბრუნებს ჩვენს ნივთს, ან არ იცავს იმ მოთხოვნებს, რაც არის გაწერილი. ამ შემთხვევაში როგორ ხდება თქვენთან მომართვა, ანუ რა პროცედურებს გადის მომხმარებელი და თქვენის მხრიდან უკვე რა გადაწყვეტილებები, რა ტიპის გადაწყვეტილებების მიღება და რა მექანიზმი გაქვთ ამ შემთხვევაში? კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია რომ მომართოს სააგენტოს განცხადებით, აუცილებლად აღნიშნავ რომ განცხადების სპეციალური ფორმა არის შემუშავებული და ამ ფორმაში უნდა იყოს აუცილებლად შევსებული, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება რომ დახარვესდეს. ძალიან მოკლედ მარტივად შესავსები ფორმაა, მოკლედ 5 წუთში შეუძლია რომ შეავსოს მომხმარებელს. საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა მიუთითოს როგორც თავისი, ასევე მოვაჭრის, რომ სააგენტომ შეძლოს მასთან დაკავშირება, ფაქტობრივი გარემოებები, ანუ რა მოხდა, არ აბრუნებს მოვაჭრე და ასე შემდეგ, მოკლედ შეუძლია რომ აღწეროს და ასევე რა მტკიცებულებების გააჩნია ის, რომ დაურთოს, ანუ ეს შეიძლება იყოს შეძენის დამადასტურებელი, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, თვითონ ფოტოსურათი, სადაც ჩანს, რომ ნივთი არის ნაკლიანი, სიტყვაზე თუ ნაკლიანთან დაკავშირებით მომართავს და ასე შემდგომ. თუ კი რაიმე კითხვები ექნება განცხადების შევსებასთან დაკავშირებით სააგენტოსაც შეუძლიათ რომ დაუკავშირდნენ ცხელხაზზე 15-20 და ძალიან აქტიურად მუშაობს სააგენტოს ცხელხაზი და ყველანაირ კონსულტაციას გაუწევენ ამასთან დაკავშირებით. განცხადების შემოსვლის შემდგომ სააგენტო იწყებს უკვე მოკვლევას, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის გამოთხოვას მოვაჭრისგან, შეიძლება მომხმარებლისგანაც გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, ასევე თუ საჭირო გახდა ექსპერტიზა დანიშნოს მესამე პირებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია და ასე შემდგომ. შეგროვებული ინფორმაცია
ინფორმაციის საფუძველზე უკვე იღებს გადაწყვეტილებას. სამი სახის შეიძლება იყოს გადაწყვეტილება დარღვევის დადასტურების შესახებ, დარღვევის დადასტურებაზე უარის თქმის და ასევე პირობითი შეთანხმების გაფორმების შესახებ. ოდნავ მეტად შევეხები პირობით შეთანხმებას, იმიტომ რომ ყველაზე კარგი ინსტიტუტი და გამოსავალი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ეს არის შემთხვევა, როდესაც მოვაჭრე თავის თავზე იღებს, რომ გამოასწორებს სავაჭრო პოლიტიკას, რომელიც სავარაუდოდ არის კანონთან შეუსაბამო. სავარაუდოდ ვამბობთ, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში დარღვევის დადასტურების გარეშე სრულდება საქმე. შესაბამისად, მოვაჭრეს დარღვევა არ უდასტურდება და ისე თავისი, ასე ვთქვათ, კეთილინების საფუძველზე იღებს ვალდებულებას, რომ გამოასწორებს და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანს თავის პოლიტიკას და ასევე სავარაუდოდ დარღვეულ უფლებებსაც მომხმარებელს აღუდგენს და აქვე აღნიშნავ იმას, რომ სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მოვაჭრეებთან და მაქსიმალურად ეხმარება სავაჭრო პოლიტიკის გამოსწორებაში, იმაში, რომ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს თითოეული პირობა. და თქვენი მხრიდან შემდეგ აი მონიტორინგი როგორ არის, რამდენად სრულდება ეს პირობა? კი ბატონო, გადაწყვეტილების მიღების შემდგომ და თუნდაც პირობითი შეთანხმების გაფორმების შემდგომ კონკრეტული ვადა მიეცემა მოვაჭრეს, რომ აღნიშნული ვალდებულებები შეასრულოს და ხარვეზები გამოასწოროს და ამ ვადის გასვლის შემდგომ შეიძლება ეს 1 თვე იყოს ან 2 თვე, გააჩნია кейს, როგორი სირთულეს არის. შემდგომ უკვე 5 დღის ვადაში აქვს ვალდებულება მოვაჭრეს, რომ წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომ გამოასწორა ეს დარღვევები, რომელიც მას უფიქსირდებოდა და სააგენტო შეისწავლის ამას, რომ რამდენად კანონის შესაბამისია უკვე მისი სავაჭრო პირობები ქმედება და ასე შემდგომ და უკვე შესრულებულად მიიღებს აი ამ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. არის მეორე მიმართულება, ეს არის კარგი მიმართულება, როდესაც მხედველობაში იღებს და ასრულებს სააგენტოს რეკომენდაციებს. მეორე მიმართულება, როცა შეიძლება გადაწყვეტილება გამოვიდა, შესაძლოა პირობითი შეთანხმებაც არ შეასრულა მოვაჭრემ, ასეთ შემთხვევაში, პირობითი შეთანხმება თუ არ შეასრულა, განახლდება საქმის შესწავლა და იქ უკვე დადგინდება, ხო? დადასტურდება, კი ბატონო და როდესაც უკვე დადასტურებული არის დარღვევა, ასეთ შემთხვევაში უკვე დაჯარიმების ეტაპზე გადადის მოვაჭრე და სააგენტო იწყებს წარმოებას ჯარიმის დაკისრების შესახებ. ჯარიმის დაკისრების პროცედურას ჩვეულებრივი სამართალწარმოებაა, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე განისაზღვრება. ჯარიმა მაქსიმუმ შეიძლება იყოს წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-მდე ოდენობა, მინიმუმ 600 ლარი და იმ შემთხვევაში, როდესაც ცნობილი არ არის ბრუნვა, ეს შეიძლება იყოს Facebook მაღაზიები, რომლებიც დარეგისტრირებული არ არიან შესაბამის უწყებაში, ასეთ შემთხვევაში არის 600 ლარიანი ჯარიმა. რაც შეეხება იმ 2%-მდე ოდენობის გამოანგარიშების წესს, სააგენტოს შესაბამისი გაიდლაინი აქვს მიღებული ჯარიმის გამოანგარიშებასთან დაკავშირებით და მხედველობაში მიიღება გარკვეული გარემოებების სიმძიმე, მასშტაბი, მაგალითად საქართველოს მასშტაბით ვაჭრობდა თუ ლოკალურად განსრახვა და ასე შემდეგ, რამდენად თანამშრომლობდა სააგენტოსთან და ასე შემდეგ. ინდივიდუალურად კრიტერიუმების მიხედვით დაჯამდება ფორმულარი შესაბამისი შემუშავებული ჯარიმის გამოთვლის და საბოლოოდ რაც გამოვა, ის დაეკისრება ჯარიმის სახით. თუმცა რაც მოვისმინეთ, საკმაოდ ბევრი ეტაპია და ჯარიმამდე შესაძლებელია, რომ მოვაჭრის ჩართულობითაც არ მივიდეს ეს პროცესი და ბოლოს მოდით სტატისტიკაა საინტერესო მოქალაქეები რამდენად აქტიურობენ, რამდენად ხშირია ასეთი დარღვევები გარანტიებთან და სწორედ აი ვაჭრობის სექტორში მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის ურთიერთობის ნაწილში პირველი კვარტალი თუ არის ხელმისაწვდომი და როგორი სურათი გვაქვს, რამდენად ცნობადობაც მაღალია ამ ნაწილში. კი ბატონო, პირველი კვარტლის სტატისტიკასაც შეეხება, ამ სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ცნობადობა გაიზარდა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მომართვიანობაც გაიზარდა. პირველი კვარტლის სტატისტიკის მიხედვით დაახლოებით 320-მდე განაცხადი არის შემოსული სააგენტოში. აღსანიშნავია, რომ ეს პროცენტულად წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 40%-ით არის მომართვიანობა გაზრდილი. კი, მნიშვნელოვნად არის ნამდვილად გაზრდილი. აქედან მეტი წილი მოდის თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, როდესაც არიან მომხმარებლები, რომ შენაძენით მოსახურებით და ასე შემდგომ. შემდგომ უკვე გარანტიებთან დაკავშირებით არის პროცენტულად დიდი რაოდენობა, შემდგომ უპირობო დაბრუნება და მე სხვა დანარჩენი
მიმართულებები გეოგრაფიული კუთხით რო შევხედოთ თბილისი ლიდერობს დაახლოებით 70% ალბათ თბილისის ზემოდის, შემდგომ არის უკვე იმერეთი და კახეთი, აჭარა და ასე შემდგომ. ამ მიმართულებით თბილისში ცნობიერება უფრო მაღალია, ასე ვთქვათ, თუმცა წინა წელთან შედარებით რეგიონებშიც გაზრდილი არის ცნობადობა, იმიტომ რომ მომართვიანობა იქიდანაც უფრო გაიზარდა. რაც შეეხება მიღებულ გადაწყვეტილებებს, პირველი კვარტლის მონაცემებით დაახლოებით 13-მდე, 15-მდე გადაწყვეტილება არის დარღვევისა და სტურების შესახებ მიღებული და პირობითი შეთანხმება, რა თქმა უნდა, უფრო მეტი არის დაახლოებით 40-მდე პირობითი შეთანხმება არის გაფორმებული. ესეც ძალიან სამაყვა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, პირობითი შეთანხმება არის ძალიან კარგი ინსტიტუტი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ორივე მხარე კმაყოფილია, დარღვევა არ უდასტურდება მოვაჭრეს და ეხმარება სააგენტო რომ გამოასწოროს სავაჭრო პოლიტიკა და მომხმარებელიც დაკმაყოფილებულია და ეს ძალიან კარგი ტენდენცია არის და სამაყვა არის, რომ პირობითი შეთანხმება უფრო მეტი არის გაფორმებული, ვიდრე დარღვევის დადასტურება. კი ბატონო, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო თემაა და ესე სრულად რთულია ერთი გადაცემის ფარგლებში, მაგრამ მივიღეთ, მე მგონი ძალიან საჭირო რჩევები, რა უნდა ვიცოდეთ ნივთის შეძენისას, ეს იქნება ონლაინ ვაჭრობა თუ ფიზიკური ვაჭრობა და რისი უფლება გვაქვს გარანტიებთან თუ ნივთის შეკეთებასთან დაკავშირებით. მადლობა მობრძანებისთვის, ლანა გელაშვილი, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი გსტუმრობდა ჩვენ რუბრიკის ფარგლებში უკვე ერთი კვირით გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე ნახვამდის.